წგერება თუ დავაპირე. სადღაც 9 მეტრი მაინც არის დაცილებული ხმლიანი ტიპი. ანუ შენ თუ ხმლით მოდიხარ ჩემკენ, წამოდი და მე შუბი მიჭირავს. აი სანამ ეს აქამდე მანამდე მე დავარტყ. ანუ ესეთი ბრძოლის დროს შუბოსნებს რასაკვირი და ყველა მებრძოლს ჰქონდა ხმალი. მაგრამ ხმალი ეგეთ ბრძოლებში იყო დამხმარე იარაღი. კინოებში და რაღაცებში რო არ იქ მარტო ხმით და რაღაც ეგეთ რამები არ ხდებოდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტყვი, შტერები არ იყვნენ, სულელები არ იყვნენ, აი კინოს რაღაცეები ხო ეფექტურია რომ ხმით ჭახჭუქდა მთელი ამბავი. არ ხდებოდა ეგეთი რაღაც. რა წარმოიდგენთ ეგეთი რამე. რიგში დგანა შუბებით, თქვათ 5000-ნი ვართ და გვიჭირავს 5000 შუბი. თან ახლა შუბები იყო სხვადასხვანაირი. აი ეს შუბი არის საბრძოლო პირდაპირ სასრული შუბი არ არის, ეს არის პირდაპირ იუმო. ქართველები იმ დონეზე შუბის მხმარებელი და გამომყენებელი ხალხი ვიყავით, რომ დროის ერთეული ჰქონდა ქართველებს, რო იტყოდი მზე შუბის ტარზე დგა, ყველა ქართველმა იცოდა შუბი დაახლოებით რამ სიმაღლე იყო და რა დრო იყო. სადღაც ესე 3-9 მზე